გააკეთებს განცხადებას იმ უკანონო პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნოემბერ-დეკემბერში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, როდესაც მასობრივად ხდებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალების გამოყენება, მათ შორის ერთ-ერთი საშუალება, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, იყო ქიმიური საშუალება, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში შერეული იყო სხეულმცადიან გაზსა და წყლის ჭაულში და ეს მის ეფექტს კიდევ უფრო ძაფრს ხდიდა. ჩვენ შევეცადეთ ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაგვერკვია პირველივე დღეებიდან, როდესაც ეს პრაქტიკა გამოიყენებოდა საზოგადოებას, ჰქონდა ინფორმაცია თვითონ დაზარალებულების მხრიდან იმ ეფექტების შესახებ, რომელსაც განიცდიდნენ ამ ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ისინი საუბრობდნენ განსაკუთრებით იმაზე, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა შედეგად სწორედ აი ამ ნივთიერების შესუნთქვას, ან ამის კვალს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინტერესდით კონკრეტულად რა საშუალების გამოყენება ხდებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, რომ ეს თავადაც გაესაჯაროვებინა, თუმცა ეს არ გააკეთა და ამიტომ ჩვენ დამატებით მივმართეთ მას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და მოუწოდეთ, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია კონკრეტულად რა საშუალება იყო გამოყენებული. ეს არსებითად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ჯანმრთელობას აყენებს ზიანს გამოყენებული საშუალება, როგორი უნდა იყოს შემდგომი მკურნალობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, თუ რა საშუალებას იყენებდა სახელმწიფო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ეს ინფორმაცია სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ არ გაასაჯაროვა. ამ დროისთვისაც უცნობია კონკრეტულად ის საშუალებები, რომელიც ქიმიური ახასიათებლებით გამოირჩეოდა და გამოიყენებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე დავინტერესდით ჯანდაცვის სამინისტროსგანაც გაგვეგო ინფორმაცია, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია კონკრეტული საშუალებების შესახებ და ასევე თვითონ მიმართეს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია მიიღოთ და შემდგომ იმ მკურნალობას სწორედ ამაზე დაყრდნობით განეხორციელებინათ. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხიც გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ. სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მათ არ აქვთ და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოითხოვათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ შეაფასეს საჭიროება არ იყო ამის. ასე შეაფასეს, რომ არ იყო ამის საჭიროება, რაც რა თქმა უნდა ძალიან ბუნდოვანია, მაშინ როდესაც თვითონ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქციის დარბევების პერიოდში თავადვე საუბრობდნენ, რომ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სწორად დაგეგმილიყო შემდგომი მკურნალობის პროცედურები. რომ შევაჯამოთ სამწუხაროდ ის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ნოემბერ-დეკემბერში აქციების დარბევის დროს არ შეესაბამებოდა არავითარ სტანდარტებს. ქიმიური საშუალების ამ ფორმით გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არღოს საერთაშორისო იმ პროტოკოლებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში და ცალკეულ შემთხვევაში ეს უთანაბრდებოდა არასათანადო მოპყრობას. სამწუხაროდ აი ამ ფაქტებზე ამ დრომდე არ არის ჩატარებული სათანადო გამოძიება და არათუ გამოძიება დღემდე თვითონ დაზარალებულებისთვისაც კი უცნობია კონკრეტულად რა საშუალებები იყო გამოყენებული მათ წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მის ვალდებულებას და ჯანდაცვის სამინისტროს მის ვალდებულებას, რომ მათი ვალდებულება საზოგადოებას მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია, რა საშუალებების გამოყენება ხდებოდა, რა საშუალება შეისყიდა სახელმწიფომ და რა საშუალება გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციის დაფარვა, ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიუწოდებლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ არც კი თვლიან საზოგადოებას იმის ღირსად, რომ ის ინფორმაცია იცოდნენ, რომელიც მათზე გავლენას ახდენს და ჯანმრთელობის დაზიანებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებთ, როგორც საგამოძიებო სამსახურს მის ფუნქციას, რომ ეს ფაქტები დღემდე გამოუძიებელია და ამაზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გახადონ საჯარო. ამასთან საგანგაშოა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომერ 1000 მეორე ბრძანებაში აკრძალვა, რომელიც უწინაარსებობდა და შეეხებოდა ორი ან რამდენიმე აქტიური ქიმიური ნივთიერების ერთობლივად გამოყენების აკრძალვას. ასეთი აკრძალვა ჩვენ ამჟამინდელ ვერსიაში არ გვხვდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება არის ის, რომ აქციების მართვის ოპერაცია მიმდინარეობდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ მივუთითებთ იმას, რომ
საერთაშორისო სამართლით და იმ სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც არსებობს საერთაშორისო სამართალში აქციების მართვის ოპერაციებთან დაკავშირებით, ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება არის აკრძალული, მათ შორის რა თქმა უნდა წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერებების შერევა და ამასთან მიუთითებთ იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ პრობლემურია, რომ საზოგადოებამ არ იცის და ჯანდაცვის მუშაკებმა არ იციან, რა ქიმიური საშუალებები იქნა გამოყენებული, რომ შემდგომში მკურნალობის პროცესი ეფექტიანად წარიმართოს, ამასთანავე პრობლემურია ის, რომ აქციების დაშლის დროს ხდებოდა ერთგვარად რიგ შემთხვევაში ალყის შემორტყმა დემონსტრანტების მიმართ, რადგანაც ხდებოდა ინტენსიურად ცხელმცოდნე გაზის და სხვადასხვა ამ უცნობი ქიმიური საშუალებების გამოყენება, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს ხდიდა იმ ეფექტს, რომელიც ამ საშუალებებს ადამიანებზე აქვთ. ამასთანავე ბოლონდროინდელი ცვლილებებით, რომელიც მათ შორის სამედიცინო ნიღბების აკრძალვას ისახავს, მისად ასეთი აკრძალვა უკვე კანონმდებლობაში გვხვდება, ასეთი საშუალებების გამოყენება და მათი გამოყენების რეალური რისკი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ შეკრების თავისუფლება არის მომეტებულად შეზღუდული ქვეყანაში.